თითქოს რაღაცა უხილავ ბუშტში იყო და გარედან არაფერზე არ რეაგირებდა. სულ თავისთვის იყო, თავისთვის თამაშობდა. შედარებით უცნობი ადამიანის სახლში შემოსვლაზე იმალებოდა, თვალებზე ხელს იფარებდა. მივედით ნეიროფსიქოლოგთან, დიაგნოზი იყო მსუბუქად გამოხატული სპექტრის ნიშნები. მე ვარ სესილიას დედა, ლელა მიქაბერიძე, 42 წლის, ყავს 3 შვილი, სესოს 2 უფროსი ძამი ყავს. პროფესიით ვარ რესტავრატორი, კონსერვატორი, მუშაობ არქეოლოგიური წარმოშობის ნივთების რესტავრაცია კონსერვაციის მიმართულებით, როგორც პრაქტიკული, ასევე პედაგოგიური საქმიანობა. შარშან შევიძინე მეორე პროფესია, ჩემი და სესოს საჭიროებებიდან გამომდინარე და უკვე ვარ დიპლომირებული სპეცმასწავლებელი. მოდი გუგუცრემდება. სესილიას განსაკუთრებული თვისება არის ის, რომ ძალიან კარგი სმენა აქვს და კარგად მღერის, უყვარს ცეკვა და კამერასთან პოზიორობა. ერთი პერიოდი გატაცებული იყო ფოტოების გადაღებითაც. ღრმა ბავშვობაში ნანახი ადამიანები არასდროს არ ავიწყდება. წლინა ხევრის ასაკში ნასწავლი სიმღერები და ლექსები კარგად იცის ისევ. ყველაზე დიდი შფოთვა უკავშირდებოდა სკოლას და ამაგან გადამოწყვეტინა ის, რომ 1 წლით ადრე, სანამ სესოს სკოლაში მივიდოდა, ჩავაბარე გამოცდა და გავიარე სპეცმასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამა. მიზანი იყო ის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად შემძლებოდა სესილიას დახმარება აკადემიური მოსწრების თვალსაზრისითაც. სესოს მოკლედ აქვს უნარი გაყვეს პროგრამას, პირველი კლასის პროგრამას. თუმცა სჭირდება ადაპტაცია და ისე როგორც არის ეს დაწერილი და მოსწავლებისთვის შეთავაზებული, სესილიასთვის ძნელი აღსაქმელია. დავიწყე ძებნა, თუ იყო ისეთი მასალა, რომელიც გაყვებოდა გოგებაშვილის დედაენას და იქნებოდა ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის. სამწუხაროდ ვერ აღმოვაჩინე და ზუსტად მაშინ დავიწყე დედაენის ადაპტაცია. მიუყვებოდით პროგრამას AII-დან დავიწყეთ. მოვახერხეთ ის, რომ სესომ შეძლო კლასთან ერთად ჩვეულებრივად იმავე ტემპში გავლა პროგრამის, არ ჩამორჩენა არ ქონია. კარგი გოგო ხარ. ყოჩა. როცა შვილის ჯანმრთელობას და მის უმეტეს მენტალურ ჯანმრთელობას ეხება, ძალიან რთულია, მაგრამ რაც უფრო მალე გავივლით ამ ეტაპს და რაც უფრო მალე დავინახავთ რეალობას ვაღიარებთ, მით უფრო მალე შევძლებთ ადეკვატურად დავეხმაროთ ჩვენ შვილებს და მივცეთ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. თერაპევტებმა რაც არ უნდა იმუშაონ, სკოლაში რაც არ უნდა ქნან, მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, სახლში რა ხდება. თეორიული ცოდნა არ გაქვს, ძალიან რთულია რა, რაღაცა ბნელ ტყეში ხელის ცეცებით სიარულს გავს მერე ეს ყველაფერი. თეორიული ცოდნაც არა, ინფორმაციაც რომ მქონოდა, ის რაც ეხლა მაქვს, ბევრ რამეს შევცვლიდი უფროსი შვილების აღზრდაშიც. ამ ბავშვებს იმიტომ ხმარდებათ უფრო მეტი რესურსი და უფრო სპეციფიკურად იმიტომ ვექცევით, რომ მაქსიმალურად განმავითაროთ, მაქსიმალურად სოციალიზაცია გაიარონ, ადაპტირებულები იყვნენ, იმიტომ რომ რეალურად როცა ისინი ზრდასრულები გახდებიან, არ იქცნენ ტვირთად და შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება. ერთადერთი ყველაზე გამოცდილი მეთოდი არის ის, რომ შეძლო საკუთარი თავის ხელში აყვანა და აიძულო საკუთარი თავი პოზიტიურად უყურო სამყაროს. სხვა უფრო ეფექტური საშუალება სამწუხაროდ არ არსებობს.